მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მე მინდა ამ ვიდეოში განახოთ თუ როგორ ჩავწეროთ PS16-ში პატჩი. მე გაჩვენეთ წინა ვიდეოში თუ როგორ ჩაგვეწერა GTA 5-ში პატჩი. ალბათ იმ პატჩს არ დააკლებთ ვიდეოს ლაიქებს და მოწონებებს და კომენტარს. ეხლა გადავიდეთ უშუალოდ თუ როგორ ჩავწეროთ PS16-ში პატჩი. ხსნით რომელიმე ბრაუზერს და ვწერთ psd.g და მე ამას ლინკადაც დაგიდებთ. აი ზუსტად ეს არის. აქ არის ყველაფერი გაკეთებული და ანუ სრული ბუნდესლიგა არის, ყველაფერი არის რა თქვენაც გჭირდებათ სათამაშოდ. ამასობაში აი ორი განმოსაწერლივი პავკა, აქაც არის ინსტალირება თუ როგორ დავაინსტალოთ, მაგრამ მე ვიდეოს გიკეთებ და უფრო რო კარგად ვისწავლოთ. ორივე ლინკს განმოვიწერთ, აი მე პირველს განმოვიწერ და მეორეც ისეთია და მეორე თქვენ განმოიწერით. Downloads ვაჭერთ და აი განმოვიწერთ. აი ამას დიდი ხანი უნდა აქ დაგიждდებათ და განმოიწერთ აი ასე. სანამ ეს გადმოიწერს განმოწერა არ მინდა, მე მინდა რომ მიწერია ეს, აი ეგერ არის ორივე და ეხლა რა ხდება ამაში. დავაჭერ პირველს. აი ხა მე როგორც ვთქვით, ყველაზე ადვილი ახსნა არის და უნდა გამოგივიდეთ ყველა ვარიანტში. ცოტა ხანი უნდა ეხა მის ჩართვას. ორივე უნდა განმოიწეროთ, ეს პირველი, ეს მეორე. მე გაჩვენეთ მარტო პირველს როგორ გამოვიწეროთ ეს და შემდეგ მეორე თქვენთანაც გაართვეთ თავს. რაღაც მოვიდა და ორთავს. ჩართავს ახლა. აი ჩართო, აი ასეთი არის, მაგრამ აი ამას რაღაც აკლია. აი მე ხო უკვე მე გადმოწერილი მაქვს და სადღაც აი აქ, აი ხატება თუ აი პაპკა ესის თუ რომელში თქვენ გინდა ჩააგდოთ, რომელშიც გიწერიათ მაგალითად D-დისკში თუ A-დისკში, C-დისკში უკაცრავად, თქვენ თუ გიწერიათ D-დისკში, ამას მე აღიხსნით, იმიტომ რომ მე გადმოწერილი მაქვს და იმ დროს იყო ეს ასე. D-დისკში თუ გიწერიათ დაუშვათ და მოძებნით PS16-ის პაპკას, PS16-ის პაპკას დაუჭერთ და next გააგზავნებთ. მეტი არაფერი არ უნდა ამას და თუ როცა მეორე გამოიწერს შეიძლება უნდოდეთ თქვენთან, ჩემთან არ უნდა და ორჯერ გამეორება D-დისკში ჩაგდებაზე, პაპკა PS16-ის პაპკაში ჩაგდებაზე. თუ იყო თქვენთანაც გააკეთეთ და დამერწმუნეთ, ძალიან კარგი რაღაცა არის. თქვენ გჭირდებათ ის ყველაფერი აქ არის და მე მინდა რომ ამ ვიდეოთი დღეს დაგემშვიდობოთ და გთხოვოთ რომ დააკომენტაროთ და მოიწონოთ ეს ვიდეო.